ყინულის ჰოკეიში საქართველოს ჩემპიონატმა სტარტი ბათუმიდან აიღო. პირველი ორი ტურის მატჩები უკვე გაიმართა სატურნირო ცხრილში. ბაკურიანის მიმინო ლიდერობს. ბათუმის ყინულის სახლი წელს მხოლოდ მას პინძელია. სამომავლოდ კი შესაძლოა ჩემპიონატში ბათუმელ ჰოკეისტთა გუნდიც ჩაერთოს. ბაკურიანის გუნდისთვის 6 ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რომ გათამაშების ლიდერი გამხდარიყო. მიმინოს წევრებმა ტურის ბოლო მატჩში მეტოქეები 10 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს. ქვეყნის პირველობისთვის კიდევ 3 თბილისური კლუბი იბრძვის. კარგი ტურნირი ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი. სამწუხაროდ შორს გვიწევს ჩამოსვლა ბათუმში, სადაც არის სტანდარტული მოედანი. კმაყოფილები ვართ დაწყებით. ძალიან კაი ტურნირი იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩემთვის სადებიუტო იყო მაგალითად და დიდი გამოცდილება მივიღე და კაი 2 წელი არ გავარ ყინულზე და დიდი ის არის სტიმული და ვიბრძოლეთ ბოლომდე. მომავალ წელს ქართული ჰოკეის ისტორიაში მეორედ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. როგორც ყინულის ჰოკეის ეროვნულ ფედერაციაში აცხადებენ, მთავარ პრობლემად სპორტული ინფრასტრუქტურა რჩება. სამწუხაროა ასევე ის ფაქტიც, რომ ინფრასტრუქტურაში ძალიან შეზღუდულები ვართ. არსებობს ერთადერთი სტანდარტული ყინულის მოედანი დახურული მხოლოდ ბათუმში, თუმცა ბათუმში სამწუხაროდ არ არსებობს ამ ეტაპზე ჰოკეის ჯგუფები. 2015-ში თურქეთში გაიმართება ასევე მსოფლიო ჩემპიონატი და გვინდა რომ იქ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ და საქართველოს ჩემპიონატის ეს ეტაპები არის ერთგვარად მოსამზადებელი პროცესი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ყინულის სახლი ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი მაღალი სტანდარტის დახურული სტადიონია. ცენტრის ბაზაზე ჰოკეის კლუბის დაარსება იგეგმება. აუცილებელი არის ჰოკეის კლუბის ჩამოყალიბებისთვის, რომ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ივარჯიშებენ ამ კლუბში, შეძენილი იქნას სპორტული ინვენტარი, ყველა დამცავი ინვენტარი, რომელიც ჰოკეისთან ახლავს. შესაბამისად, ბათუმის მერიას და ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს უკვე 2015 წლის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული აქვს თანხა ჰოკეის კლუბის ჩამოყალიბებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში არავითარი დაბრკოლება არ გვექნება და შეიქმნება ბათუმის კლუბის ჰოკეიში. საქართველოს ჩემპიონის ვინაობა გაზაფხულზე გაერკვა. ყინულის ჰოკეიში ღია პირველობის 8 ეტაპიდან სავარაუდოდ 6 ბათუმი უმასპინძლებს.